ეს ექსკლუზიური ვიდეო მასალა ტელეკომპანია საქართველოს გადამღებმა ჯგუფმა ცხინვალის რეგიონში მოიპოვა. ვიდეოში კარგად ჩანს ოსური ბანდფორმირებების მიერ მოწყობილი სანგრები და საგუშაგოები. ეს ტერიტორია ცხინვალში ეგრეთ წოდებული ასფალტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. სწორედ ამ სანგრებიდან ისვრიან ქართული სოფლების მიმართულებით. ეს კი უკვე სოფელი ერედვია. 29 ივლისის ღამეს ამ სოფლის მიმართულებით ოსურმა ბანდფორმირებებმა კიდევ ერთხელ გახსნეს ცეცხლი. სროლა ორი მიმართულებიდან, სოფელ სარაბუკიდან და თრიაყანადან წარმოებდა. რუსმა სამშვიდობოებმა მომხდარ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინეს. ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ქართულ სოფლებში ხშირად შეხვდებით ისეთ რამეს, რაც ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი დამიზნებით იქნა ნაწარმოები. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ცეცხლი ქართველი სამშვიდობოების მიმართულებით გაიხსნა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკვე სოფელ ერედვის მისამართით ისროდნენ. ინტენსიური სროლის შედეგად სოფელში არავინ დაშავებულა. ქართველმა სამშვიდობოებმა პროვოკაციის თავიდან აწილება შეძლეს. პროვოკაციაზე არ ვაპირებთ წარმოგებას, გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სროლა 22 საათსა და 20 წუთზე დაიწყო და 5 წუთის განმავლობაში ქართულ სამშვიდობო ბატალიონს საერთოდ თქმა არ გაუწია და ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ საფეხბურთში ჩაგვეყენებინა ჩვენ სამშვიდობოების შტაბი თვითონ ცხინვალში და გენერალი პოლახმეტოვი. სეპარატისტებმა გახსნეს ცეცხლი ასევე სოფლის მიმართულებით, ფაქტიურად ყველა სახის ავტომატური იარაღიდან იყო გამოსროლი სოფლის მიმართულებით, ასევე ისუდა ჭურვის აფეთქებები, რომლებიც სოფლის გარშემო აფეთქდა. ფაქტიურად სოფელში დღეს სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა, მოსახლეობა პანიკას არ აყოლია. ინტენსიური სროლების დროს დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროსადენი. დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დიდი ლიახვის სოფლებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო და დაზიანება უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება. როგორც ადგილზე აღმოჩნდა, სროლების შედეგად ერთ-ერთი ჭურვი თუ ნაღმით ტყვია მოხვდა ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზის სადენს. სადენი გაწყვეტილია და შესაბამისად გამართულია ხაზი. სანამ არ აღდგება, თავისთავად დიდი ლიახვის ხეობა ელექტროენერგიის გარეშე იქნება. სოფელ ერედვში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. ქართველმა სამშვიდობოებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან აცილება. ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა მომხდარი ინციდენტის შესწავლა უკვე დაიწყო. საბოლოო და დეტალური დასკვნა კი უახლოეს პერიოდში მომზადდება.